შეგვიძლია მუსიკა ჩართოთ და გვიხილავთ ის მიშა Хлопец, вижу, радуется с картофелем, то белорус. Кино это радуется, а ты же Нет, раулит ноли, вас пикроди, раулит ноли ჩემი. 6 ноли მქონდა დადებული საქართველოს მოგება, რა ბილეთი გამიფუჭეს ჩემი, აი. რაის 2 ноли. გერმანიაში თუნდე 20,000 კათხა ითვლება დაკარგულად. ეს პორტუგალიური პორტუგალელები შესულა და რუსთავა და ქაჭამდე ჭიქებს. 20,000 კათხა არის დაკარგული, რა ეგეთი ამბავია. ძალიან მაგარია. ხო, კრისტიან მოფლე ძალიან ცუდად. ეს რო დამთავრებულა ეს რამე როგორც ხუც კულორებში ყვებიან. იქით გასულა იმაში გასახდელში და დაცვა სიგარეტის თხოვა. ძალიან ცუდად იყო, ძალიან და მე წამოაწვინეს თუნდე და სოფელში წამიყვანე თუ იქ პატარა სტადიონთან და იქ მაინც გავიტანო გოლს ძალიან ცუდად ესე ჩემი პენსია ყველას დაურიგეთ და რაღაც ძალიან ცუდად იყო და თავში გლავდა სიგარეტი გამოსტაცა ჩვენმა ხელიდან მე მერაბი შესულა ესა სოფაშვილი და ის უმღერა Ora გადავუხარ, მაგრამ კრუჟუა პეშკე, პეშკე კეთილია საერთაშორისო სიტყვა ყოლეთან. აი ესეთი ამბები მე არ ვიცი, არაფერი კარგად იყვნენ ჩემი. მე არ ვიცი შემე. მე რო დავაკვირდი, აი ეს ქართული გულშემატკივრების შეძახილები და რაღაცეები, არის თქვენთან როგორ არის ყველა თქვენ თავში ჩაიხედეთ. აი ქართველების გულშემატკივრობა ძალიან გავს ჩემი ქორწილის პირველ ღამეს. მაშინაც ეგეთი ამბავი იყო ზუსტად. მიდი ბოლომდე. მიდი. უბრალოდ შენია. ეგეთი ამბავი იყო. რას ვიკეთებ? გოგეთი. ძალიან გავსი ამბავი. კაროჩე, მე რო დავაკვირდი გუშინ თამაშის პერიოდში, ესე იგი იმდენი ფოტო დაიდო ამ კვარაცხელიას უეფადებდა Facebook-ზე, რომ ცოტა ხანში ველოდებოდი, რომ მეთქი ნუდებსაც დადებდა. კიტლიკანა ფოტოები. რატო რა კალაძეს თუ აქ რა კვარაცხელი არ იქნება ნაკლები. ეთქო ფინალში დადებენ მაგებს. ველოდებით რა. თურქებზე ვარ მაგარი ოჯახური თქვენ არ ვიცი რას ფიქრობთ, მაგრამ ლახათ ლუხუმის ფასი ნახეთ ბოლოს. როგორ გააზრეს. აი რა ნაბოძრები არიან. აი ჩაი არის, აი როგორ გიყვებიან. ის სამი გოლი არ იყო გამეგე და თან ისა მე რომ მევასება თხილებით რომ ქოქოსი მაინც და მაინც ეგ არის გაძრებული 20 ლარი მივეცი 200 გრამში მაგის დედაური ის მოგების ამბავი ახლა მე ვისაც ვკითხე არის ვინც არიან ეს ექსპერტები რეალურად თურმე რა მოხდა რეალურად ის სამი გოლი რო ჩვენთვის თურქებს არ გაეტანა ჩვენ შანსი არ იყო წაგვეგო ეგრეთ ქვეტიბება და გავაუფებინებთ რა მაგაც მახლობელი გააზრო UEFA-ში და ნუ კაროჩი მიდის ბაზარიო მაგაზეო რავი ახლა კოვიდის ჯარიმები გავაუფებინებთ ერთი თამაში გავუხმო რა პრობლემაა და ვიზავთ მაგასაც რა არ გაგვიჭირდება ჩემი მიზნით აი ერთი ისე ძალიან მაგარი იყო ეს კოლექტიური ყურების დროს ხომე რეაქცია თითო ვიღაც უცნაური გულშემატკივარი აი ყველას გიყოლებათ ნანახი მე ერთი დამა მახსოვდა ეს თურქმა იმან მესამე ცარიელ კარში რო შევიგდო ვინ იყო ეცა მუჰამედ აქტურგუგლუ აი ეს მესამე რო შეადო წამოხდა ეგი რა მეკნა ბიჭო ამან ის კუდაისე ეგი რა მეკნა ბიჭო ამ თა რა მიქნეს პირად შეურაცხყოფად მიიღო რა და მე მაგერ მოგლა ეგი არ შევხვდეს ბიჭო სასალ ქუთაისში თუ არ ვერ გამოვყავებ ხელიდან უცებ ფიქრობდი რომ აი მუჰამედ აქტურგუგლუ სადუნა შეხვდეს ქუთაისში გაპრაზებული ისა ყველაფერი ხდება რა ვიცი აი და უბრალოდ მუჰამედ აქტურგუგლუ რო ხდება ამ ტიპს ვიკენდია საკაბაბეში ხო შეიძლება თურქებს ხო ევასებოდა კაბაბი და დიალოგი იქნება რა ეს რა შენ მუჰამედი არა ახლა ჩემი ძმა აქტურგუგლუ მუჰამედი ხო მისმინა მუჰუ შენ რატო ჩამოდი აქ დავჩა გასატანე კიდე რა მესამე კარში
რაღაცა დიალოგი. აი ბიზია ზაი მე გიგაბატი მაგოს მაგრამ ქუთაისი არ გაბატი რაღაცა ბაზარი იქნება მოკლედ. ბიჭო მე რას ფიქრობ იცი ხა არ ვიცი ჩემი ვერსია ეს პორტუგალიელები ხო არ არიან შეკრულები მთავრობასთან. და სპეციალურად ხო არ წააგეს თამაში რომ ეს მიტინგების ყურადღება გადაეტანათ. არ ვიცი იმიტომ რომ ხო ხდები რაღაცა უცნაური წაგება 2-0 ამ ხელა გუნდი. იმიტომ მეც მაყანყალებს ბოლო მიტინგზე რომ გლიჯეს ის კანონი ვერავარ კარგად 50-იანი და რაღაცა კანონი 50-იანი ავიცი ის მოხდა მაინც. მაღაცი დაზარალდა სერიოზულად რომ მიიყვანეს იმაში კლინიკაში ორი რეზინისტია და 3 სპეცრაზმელი გამოუღეს ტრაკიდან. ეს სპეცამის გამოყვანა განსაკუთრებით გაჭირდა ბიჭო დიდი ტიპი იყო და გამოდიოდა. აბუზარი რაღაცა გაჭედა იქ ხეჯოხი. მე რა გავიცანი და არ არიან სუნდიდები და აი ეს იგივე ბიჭო პროსტა სამსახურის სპორტში გიყავდით თუ რა პრობლემა უნდა ქონდეს თუ ახალ ძმახარო და ჩავეხუდეთ მე რაღაც იქ უფრო გაშავის ის გაიჩიტა მე შევონაძის პერიოდის ის რო არის პოლიტიკოსი რა ქვია ჩემ ეხლაც არის მთავრობაში ჯეკი ჩანის თოლები რო გიავოსკი გაიჩიტა ჩამეხუდა ბიჭო ჩემი ბავშვობა ხარო რას ამბობო მაგარიც რაღაც ეგეთ ფონდები ხო ხო და რაღაც ეგ ამბობი მე იცი რას ვფიქრობ რა ხდება ეს ყველაფერი გლობალურ ამბავში პოლიტიკურად ხო განვიხილოთ მე როგორც გავიგე, ეხლა მიდის ტვინების ჩანაცვლება რა. ანუ ეს რაღაც 90-იანების კომუნისტური რაღაც ტვინები უნდა ჩანაცვლოთ ლიბერალური ტვინებით რა. ანუ უფრო კაი ტვინებით. ბიძაჩემის კაროჩი ძალიან ახლობელი არის მასონი რა. უნდა საფინკლეში გავიჩიდეთ იმას ერთხელ ბავშვები რაღაცებს და ეგეთი რაღაცა ხდება ანუ 90-იანებში გავშალ გაჩენილი ტვინები აღარ ვარგა რაღაცებს აი ვეღარ ეგუება გამი ამ სიახლეების ძალიან პრობლემატური ანუ მეც 90-იანების ისავა რეალურად თავობა და მეც ვარყოფ რომ ვერ არის ეხლა ტვინების დაშლებში ვერ ივი მაგრამ აი თუ პოლიგებს ჯობია ამოიღო და პირდაპირ ახალი ტვინი ჩადგა რა და აი განსაკუთრებით რაღაც სნეულებები ალბათ სნეულება რომელსაც არაფერი არ შველის აი მაგალითად არაფერი არ შველის პირველი ხელფასის ბოზებში დახარჯვას მეც ეგრე ვარ პირველ ხელფასის სამყაროში ბოზები ცოტა ახლა სექსისტურია ანუ ჩემი ინკამის sex medical outcome-ი გავაკეთე საუნის team building-ში რა აი ესე ვთქვა თან რაღაცები დავპატიჟე მან საინტერესო რომ დამთავრდა ეს საუნის team building-ი გამოვიდი და ერთ-ერთი sex მუშაკი წერდა რაღაცეებს და ვეკითხები მეთქი რა წერდა და ისა რაღაცა მე ღიურს წერო მე რაღაცა ციგნიე დოგვერდით მეთქი ვაკითხო ყარებია რაღაცა და ხო მე ვეკითხე მეთქი აქ რატომ მუშაობ თქო და სასწავლებლად ფულს ვაგროვებ და წასვლამდე ევროპაშიო რა. ეს რომ იპასუხე ერთ-ერთი შემთხვევა რომ საკუთარ თავს ვკითხე რომ მეთქი ახლა ვინ არის ბოზი ეს თუ მე. პასუხი ვიცოდი ვისკენ ციხრებოდა მაგრამ დიდხანს აი ეს ეგზისტენციალური კრიზისი გამოიწვია ჩემში რა. თან მაშინ ვისთვის უნდა მეკითხა რა შობლები რას მეტყოდი რა. არა შვილო შენ არ ახარ ბოზი. თან მაშინ ეს ChatGPT და ინტელექტუალური რა ქვია იმას ხელოვნური ინტელექტის ამბები ხო არისო. ეხლა რა ჩაწერ და ყველაფერს პასუხობს. აი ახლა მასინად მე ცოტა შეშინებულია როგე მაგამ ბავში. ძალიან ის არის რაღაცა ჭკვიანია უკვე ბავში. შევედი ამასინად რაღაცა ფეხსაცმელი მომეწონა მაღაზიაში. თქვენ თუ დაკვირები ხართ. შევედი, არ მიყიდია, დავდე, გამოვედი და სახში რომ მივედი, იგივე ფეხსაცმლის რეკლამა დახვდა სახში მოსული მეილზე. მეთქი ხო არ მithვალთვალები რაღაც უცნაური ამბავია. თუმცა კი ეგ ხელოვნური ინტელექტის ამბავი ადრეც მუშაობდა. აი მაგალითად დედაჩემი როცა ახალგაზრდა იყო, სანათესაო სუფრაზე ერთ კაცს გაუღიმა. და მეორე დღეს იმ კაცმა სახში მოაკითხა. მანდაც ხელოვნური ინტელექტია ხო ჩაწერა. და მე გავჩნდი მე. ეგეთი ამბავი. თუმცა ხლა ჩემი ჯენზობა ეხლანდელ ჯენზისგან ძალიან განსხვავდებოდა. აი მაგალითად ხევანდელ ჯენზი შეიძლება არ მოწონდეს ინტერნეტის სიჩქარე ან DJ სადმე ან რაღაცა სასწავლებლებს ადარებდეს ხო ერთმანეთს და მე ამოწოდა მაშინ ირანული მარგარინის გემო. და კიდე ტუალეტში რო სუქში მიცოდე. თქვენთან არისო ეგ? ელექტროინტერნეტ დაზოგვის მიზნით. ჩააქრობდნენ და მიდი აზრი არა კარგად მითებდა. ხო თან მაშინ ინგლისურად სხვანაირად გვესმოდა. თქვენ თუ გახსოვთ, ჩვენი ინგლისური მაშინ როგორი იყო? აი რაღაც ინგლისური სიმღერები რო შემოდიოდა, ჩვენ უბრალოდ ვთარგმნიდით. აი ვერდეგეთ სიმღერა მაგალითად ვიღაც რეპერი Snow, რომელიც ესე მღეროდა რაღაცა Informer, in Amsterdam snowman kublean, alike bam down, და ჩვენ ვღეროდით ესე Informer, ან მე და კალმსტარიდეა, ალიკა ბომბასთეას. ისე გვესმოდა. კიდე იყო ერთ საბრინა ეგეთ მომღერალი, თუ გასწორთ იძუზები რო ქონდა, აუში რო ცეკვავდა. ესეც სიმღერა ქონდა.
Boys, 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 I'm looking for a good time. Boys, 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 get ready for my love. Ჩვენ ვეროთ ესე. Boys, 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 Sabrina prostitutka. Boys, 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 I Jackson Pidaras. Jacksoni სანდიყო ჩასული, რატო იყო ჩასული? ოდიში და დედაფულა მაშინ დაობას. წამძიმე ამბავი იყო. ხო, ჟანრობრივად მუსიკას ესე ქონდა ნათავი ნახე, როგორ იყო როკები, ჯაგაჯუგები, ჩქარები, მედლენები და სურამელაშვილები. Ну, როკები იყო, ხო, როკ მუსიკა იყო, როკი, ჯაგაჯუგები, მეტალი, ჩქარები, ელექტრონული მუსიკა, მედლენები იყო ის რაღაცა Break My Heart, Toni Braxton და სურამელაშვილები, ну, გია სურამელაშვილი. და მედლენები როცა ერთებოდა ხოლმე ეს Toni Braxton და რაღაცა, აი ბანკეტი რო ქონდა სკოლის. რა ხდებოდა იცით? ეს გოგო და ბიჭები კირცევდით ახლოს, გოგოს ჩემს ხრებზე ედო ხელი, მე მის წელზე, მაგრამ დისტანცია ქონდა რა. აი ეს ახლოს ვერ მიხვიდოდი, ანუ თუ ახლოს მივიწევდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ სექსი მინდოდა და ცოლად მომხდარდა. ესე გვესმოდა მაშინ რა ვიცი. ერთი ბიჭი იყო ჩემი კლასელი, იმას მოკლე კლავები ქონდა. სულ შურდა იმის, ეს უახავდა გოგო. სულ უახავდა გოგო და მე გზელკლავიანი, ახლა გზელკლავი. არისო რა, მე რა ვიცი რა ქნიდი. კიდევ ახლა განსხვავებები რა შემიძლია თქვა, რომ ანუ რა უნდა დავაფასოთ რა. კიდე იყო აი როგორი ამბები, იცი, მაგალითად ფილმებში ჩვენი ისინი ქონდა ფრაზები თუ გახსოვთ. აი მაგალითად ჩვენი თარგმანები ქონდა. კინოს შემთხვევაში კომედიას ვეძახდით ხოხმებს, რაღაცა ძაბ სიუჟეტიან ექშენ მუვის ერქვა ტრახები თუ ბაევიკი. დრამა, მელოდრამას ერქვა ჟიზნენი. პორნოგრაფია იყო პორნუხები და ეროტიკა იყო სექსები. უბრალოდ პორნოგრაფია რატო არ იყო სექსები, მაგდონეზე აღარ მიკლებია. ეგ რა იყო და თან ამ პორნოგრაფიას ხომ ძირითადად ჯგუფურად უყურებით რა უბანში. ყველა ერთად. ერთ-ერთი დისკომფორტი ის იყო, რომ მაგ დროს ტუალეტში ვერ გახვითოდი რომ მეგობრებოდა. უბრალოდ ბუნებრივი მოთხოვნების გამო ვერ მეგობრებოდა, ზუსტად იცოდი რა სიტიკრებდნენ შენზე მთელი უბანი. ამიტომ ვიტმედი. მე იყო ხომ უბანში ვიღაც ეხდებოდა ეგ. ბიჭო გიორგას ახალი პორნოკასტე დაუთრევი ავადკე დღეს და რო გითხავდი, აი რაზეა ფილმი? შეჭემა. ეგ იყო მოკლე შინაარსი. ძალიან საინტერესო ამბავი იყო კამათის ხელოვნება, სხვადასხვა ძალიან დახვეწილი იყო მაშინ. ეხლა რაღაცა მოლაპარაკების მაგიდა და რაღაცა. არა, მოკლედ იყო. დამტკიცება გინდოდა რაღაცა სიტყოდი. იმიდე და ეგრე არის პოსტი. შეგეწინააღმდეგებოდა ჩემი დიდი და შე დამთავრებული იყო. არ გინდოდა ბევრი არაფერი. მოგარებული იყო. მაგრამ სხვადასხვა თუ გახსოვთ, ძალიან კარგად მუშაობდა უბნის სადადასახადო ინსპექცია. აი შეხვდებოდა ქუჩაში ვიღაც, უბანში გეტყოდა. ხუდება, არა, აბა ახტებოდი ხუდის ხმარ იყო, ფინანსური ინსპექტორება ჩატარებულად ითვლებოდა. მიდიოდი საფში. ეხლა დეკლარაციებს ავსებს ხალხი. რას ლაპარაკობთ? ხო, კიდე საინტერესო ამბავი იყო. მაგ პერიოდში მშობლებს ჰქონდათ განსაკუთრებულად გამძაფრებული ზრუნვა. და მაგ ზრუნველობა ბიჭებსა და გოგოებზე თუ დააგვიდით განსხვავებული გავლენები მოახდინა. აი ქალებში მე ვინც ოჯახები შექმნეს განძაფრა ეს დედობრივი ზრუნვა და ბიჭებში რაღაცა ჩამორჩენა გააკეთა, ტვინი ვერ დაეწია სხეულს. აი ქალების შემთხვევაში ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა. თანამშრომელი გავიყოლეს სახლში, ურეკავს ტელეფონი. ესე ელაპარაკება. ხო, მიხდი სახლში. ხო. კაი, წამისეცნი. კაი. და შედება. და ბუნებრივად ვეკითხე მეთქი, რამ ხელაა თუ შენი შვილი ხო და არა, შვილი არ არის. ქმარია. თოთო ქმარი ყავს თუ რა იყო? ეს რატო იღებდა? მე ნახე ეს პარჩოები დასტური ტიპი იყო. ბიჭო, მე ვფიქრობ, მე და სექსი როგორი აქვს. აბა სექსი რუსონს ეცი ვინა განძინე. რამე და ვიკა და პოსუაზე. აღაც ალბათ ეგეთი ემო და ბოლოს ალბათ ორგაზმის მერე ამას უკეთებს. ბიჭებში სხვანაირად წავიდე იქ საქმე. ერთხელ სადღაც რეგიონში გავჩერდით, ტუალეტს ვეძებდი და ვიპოვე რა, როგორი ტუალეტი იყო, იცი მეორე მსოფლიო ომის მერე რომ ბომბი მოხდა, იმის მერე არავიშენებიო და რო შევედი, ნუ აი ბოლომდე ვერ შევხედოდი იქ. ძალიან საშინელო იყო, აი უნდა დაგემიზნებინა რა. და დაუმიზნე და უცებ ვიღაცა მხარზე მოიხერე და სულათი შეიძლება ძმა. ბიჭო, მეთქი ესეთ გავართან და რა ვიცი, ან თუ დამაცდი, ან თუ დამიჭერ. რა სულათი? არა,
ზო პრობლემა არ არის, გაგიცდი. და კი გავიდო, ასე დადგა. მე მე თვალებში არ მიყურებდა დიდი. დადგა გამელოდა, მე დავასრულე ეს, ამბავი მოკეცილი ხმი, გადავიდო ცნობი, წავიდა. სპასიბა ზღარაფერზე მოვაქარო, თუ რამე დაგჭირდეს. ასე თუ ცნობები იყო. სხვათა შორის, ეხლა რაღაცეები კი იცვლება, სულ სწრაფობა არის კიდე ერთ-ერთი უცნობა, რაც მე მჭირს. ამასინა ცოტა ცუდად ვიყავი, მე რაღაცა მაინც გასასვლელი ვიყავი. გარეთ ვენაში გავიგეთ და პირდაპირ C ვიტამინი. და მერე დაურეკე ექიმს. იმის ნაცვლად ჯერ და მერე და ვეკითხებით, გავაჯობოთ, კარგადაც იცვა, შეიძლება ვენაში პირდაპირ C ვიტამინის გაკეთება? არა, მიშა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მეუბნები. ხო არა, მე გავიკეთე უკვე. თუ გაიკეთე, კი ბატონო. და ვამშვიდობო. ხარი რა იფიქრა ეხლა იმან ვერ არის ეს ან რა ვიცი მე კაიფება არის ხოლმე კიდე აი როგორი უცნაურობა კიდე იცი არასთქმა რო გვიჭირს აი ორი სმოვა შეუძლია მე ერთი პერიოდი ცხოვრობდი ისეთ სახში სადაც მღვდელიც ცხოვრობდა ამ მღვდელს ყოველდღე ურეკავდა ვიღაც სულიერი შვილი და ჩვეულებრივ მის ნერვებს ცდიდა რა აი ეს კაცი აიღებდა ალო ის იგიდა დამოცემა დალოძული ხარში დამოცემა დალოძული ხარში დამოცემა დალოძული ხარში დადებდა აი ესე ყოველდღე იდა და დალოძული ხარში და მანდ სულ ნატურალობდნენ ნეტკი ამ გდოლის ადგილას იყოს გრიშაონიანი მაგრამ თუ პასუხებდა რა ოჩკე დაგლოცე და ხوارკი ხმარ შედე და რაღაცა ეგეთი ექნებოდა გამწარებდა ეს ყოველდღე ყველაფერი ჩქარა სწრაფად გიდა ადამიანს თუმცა კი აი ეგეც უცნაურობა არის მაგრამ მე ხშირად დავდივარ ხოლმე საჭმლით თან და ერთხელ ესეთი რაღაც მოხდა რომ აი საჭმელი და რაღაცა ჩანგალი და რაღაც საჭესთან ჭამდი და ამერია უცებ და დავატყი ვიღაცას და გადმოხტი და ხელში მიჭირავს ჩანგალი აქეთ კონტეინერი საჭმლის და ისეთი მიყურებს თოდა ხაში მისნო შენა ხარდო და მიდის და ბიჭო მეთქი სალმიდი ხარ ისა დაზღვეული ყავს შენ საგინაზღურები არას მე რას ლაპარაკობ ტელევიზიაზე გიყურე და წავიდა ანუ ავარიაზე დამპატიჟა ტიპი აპატიჟებას როუცნადი ესე დაპატიჟება იყო ხო თუმცა კი რაღაცა უცნობები არის იცი აი დღევანდელებს მაინც ვერ არის თითქოს სიმშვიდე ბოლომდე აი ხოძე ორშაბაითან პარასკევად მუშაობ ფიქრობ კვირას მერე კიდე რაღაც საქმე მერე ისე მერე დალევა მერე ისა მერე სერტი იხილები მერე ხათება ფიქრობ რომ თავი ხო მოვიკლა რა დღის ეს უაზრობა და მაგას რო ფიქრობ იქვე გენძრევა როგორ მოვიკლა თავი ანუ ახალი პრობლემა ჩდება და ვერსიები რა მახოვე მე ერთი აი ვიდან გადმოხტე საწამლავი დავლიო თუ ქართულ საინფორმაციოებს უყურო აი ვიდან ვერ გადმოხტე პიროზე ცხოვრობ მოწამლა ძველმოდურია თავის საინფორმაციოების ყურები პირდაპირ აკლავს 1-3-4 თვე უნდა გადაავა ბოლო მერე გლიჯავს ხო და როც გააკეთო აი როდის უნდა მოიგლა ორშაბათი და პარასკევი და მუშაობ შაბათი კვირა დასვენება გინდა კაი კვირას მოიგლავდი კვირას მანქანა რაღაც გასაკეთებელი ვერ იგლა რა თანამედროვე ცხოვრება შედეგად დასველი იქნება აი რა უნდა ქნა ხო და რაღაცა მაინც მე მგონია რომ ადამიანი დღეს მაინც ვერ არის ბოლომდე აი მაგოფილია მეტი გინდა მაგის ნათელი მაგალითი არის ჩემი მეზობელი ლოთინოდა რა რომელსაც 5 ლარს როაჩოქებ მეორე დღეს 10 ლარს გთხოვს და პუტინი რამდენი მიწაა მაგ დედა და კიდე ჩვენი მიაქვს რამდენი მიწაა ხო ბაგოთ